არ დაეხმარო. დღემდე ამას ვაკეთებდით, როცა იქ რო ვიყავი, იცი ახლა მთელმა ქვეყანამ სადაც, იქიდან თვე არ გასულა, რომ არ დავხმარებოდი. მაგრამ არ არის გელაბარკალაია ის კაცი, რომ დადგეს, წეროს და ვიღაცებს უმტკიცოს, რომ მე რამდენი ქველმოქმედება გავაკეთე, ან ვის დავეხმარე. ეს ყველა იმ ადამიანებმა იციან. ახლა საკითხი დადგა ესე, რომ აი თქვათ, აი მაგალითისთვის ავიღოთ მოვიდნენ ახალგაზრდები, ნუ დამირეკეს, მომწერეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან 4 რაიონიდან და ვერ გადაადგილდებიან. რა თქმა უნდა, ეს ისეთი თემაა, რომ თუ რამე არსებობს გამოსავალი, უნდა გამონახო და უნდა დაეხმარო. ეს არ არის ავტომობილი, ეს არ არის სხვა ისეთი ნივთი, რომ მობილური ან რამე, არა. ეს ისეთ ნივთზეა საუბარი, რომელიც აი ამ ახალგაზრდა ბავშვებს ყოველდღიურად ჭირდებათ, ხო? ამის უმისოდ გადაადგილება არის ძალიან ძნელი. და თხოვეს მეყიდა მათთვის, რასაც ვეძახით ჩვენ კალიასკა, გადასაადგილებელი. აი ამ ახალგაზრდებს გააჩნიათ საბუთი, რომ ესენი არიან შსმ პირები. ამ დროს უკვე თავთ მოდის, ვამბაჟებთ და ავიღოთ მაგალითი. ერთი ცალი ჯდება 5000 ლარი. ეს არის კარგი, რასაც ეძახიან, აი ავტომატურად რო გადაადგილდება, გადმოადგილდება უფრო ადვილად რა თანამედროვე. ვამბაჟებთ. აი ავიღოთ მაგალითი. გადავიხადეთ 10000 ლარი. ვამბაჟებთ და ვიხდით 18%-ს. მოგვაქვს ეს კომპანიაში და მინდა რომ რამენაირად გავახარო, ვაჩუქო, მოვეფერო, კიდე მასთან ერთად რაღაცა გაუკეთოთ, აქ მოვიყვანოთ და ესე ხდება მთელი ჩემი ცხოვრება. და ახლა რაც ხდება ამ ბოლო დროს, მეუნებიან ესეთ რამეს, ბუღალტრები, გუშინ წინ იმის წინ